მშვიდობის საბალონებო და ქალბატონებო. ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოგესალმები რა თქმა უნდა შენ ჩემო კაბუ. გამარჯვებით. მივესალმოთ კაბუს. კაბუ ძალიან გამიხარდა რომ დაგვიბრუნდი და იმედია ჯამთელად და კარგად ხარ ხო? ხო, ცოტა ჯუსო ჭოწო მიჭი, არა რაღაცა. ნორმალურად არის ყველაფერი და ერთი სული მაქვს, როდის შეუდგებით საქმეს. მოკლედ ძალიან კარგი. კაბუ დაგვიბრუნდა, დღეს 4 შაბათია, რუსთაველის თეატრი მაყურებლით გაივსო, მთელი საქართველო ტელეეკრანებთან ზის და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ნიშნავს რომ ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერშია ყველაზე მხიარული, ყველაზე აზარტული და ყველაზე ემოციური შოუ ცეკვავენ ვარსკვლავები! ჩვენ შოუს წარმოგიდგენთ ბანკი რესპუბლიკა, ჯგუფი Société Générale. უფრო მეტი აპლოდისმენტები თუ შეიძლება. აპლოდისმენტები ჩვენს წარმდგენს, ჩვენს ჯიურის და რა თქმა უნდა ჩვენს უმშვენიერეს კონკურსანტებს, რომლებიც დღეს თქვენთვის წარსულში იმოგზაურებენ. დიახ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი, ასე იგი, მერვე ტურია, რომელიც რეტრო ტურია. რეტრო ტურია და დღეს ის ცეკვები შესრულდება, რომლებიც არ ბერდება და რომლებიც ძალიან გვიყვარს ყველას. დიახ. 6 ცეკვას შოუში დარჩენილი 3 ვარსკვლავური წყვილი წარმოგვიდგენს, ისევე როგორც გასულ 4 შაბათს, მათ დღესაც მოუწევთ 2 ცეკვის შესრულება. მას ასე ფანტასტიკური პრიზისთვის ბინა ბათუმში ბრძოლა გრძელდება. ამჯერად უკვე 3 ვარსკვლავური წყვილი გააგრძელებს ბრძოლას. გამარჯვებული წყვილის ვარსკვლავს კი ამ ზაფხულში ექნება შესაძლებლობა ბათუმში ყველაზე ახლოს ზღვასთან საკუთარ სახლში დაისვენოს და დატკბეს უმშვენიერესი ხედით. ხოლო მის პარტნიორს გადაეცემა 5,000 ლარი სასტარტო ანაბრის თანხა ბანკ რესპუბლიკასგან. აპლოდისმენტები თუ შეიძლება. შეგახსენებთ რომ გასულ 4 შაბათს სამწუხაროდ ჩვენი შოუ დატოვა როსტომ და სალომე ჭაჭუამ. კიდევ ერთხელ მივესალმოთ მათ. და მივესალმოთ ჩვენ ძალიან ვარსკვლავურ აივანს. უფრო მხურვალე აპლოდისმენტები თუ შეიძლება. ახლა კი დროა ჩვენ ვარსკვლავებს უხმოთ სცენაზე. ხოლო მაყურებელს კი შევახსენოთ რომ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. საჭიროა მეტი SMS-ები და მეტი მხარდაჭერა. მას ასე მოსეკვავე ვარსკვლავები სცენაზე. სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. თიკო სადულიშვილი და გიგი გაჩეჩილაძე. ლევა წურწუმია და თორნიკე წერეთელი. ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბრავო ბენდი! ბრავო ბენდს, ბრავო. მეტი აპლოდისმენტები, მეტი მხარდაჭერა და რა თქმა უნდა, მეტი SMS-ები სჭირდებათ ამ ადამიანებს. მათის ნამდვილად დაიმსახურეს. ასე რომ გავამხნევოთ კიდევ ერთხელ თუ შეიძლება. და სანამ კახა და ჩვენი კონკურსანტები ბანკ რესპუბლიკას ოთახში დაბინავდებიან, მოდით ნახოთ რა ხდებოდა წინა ტურში. სიამოვნებით. I could stay awake just to hear you breathing. მე ვთქვი არ შევაქო ხოლმე მეწყვილე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს კონკურსი არის უფრო მონაწილე, ანუ თიკოსი. I could spend my life in this sweet. ცოტათი დინამიკა მაკლდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ესეთი რომანტიკული შესრულება იქ. Lost in this moment forever. გოჩამ რო უთხრა რომ შეგეშალო, მაგ დროს გააკეთა ჩაჩას მაგივრად რუმბის ნაბიჯი და მე ისევ დაბრუნდა ჩაჩაჩაზე. მე რა მივხვდეთ ეს რუმბის ჩაჩაჩა და ისმერეოდა რომ ერთმანეთს შეამერია ილეთო. Will you stay with me? Will you be my love among the fields of barley? მე რა ვქნა გულწრფელი მინდა მაინც ვიყო და უნდა ვთქვა რომ ჩვენთვის ინდურზე რო ქნა ლელამ ისეთი შთაბეჭდება დღეს მაინც ვერ მოახდინა. ინდური მაინც სხვა იყო თქვით, ახლა ინდურა ჩაატარა, მაგრამ ლელა მაინც ლელა.
თორნიკესთვის უნდა იყოს ყველაზე ძნელი, ლელასთვის ხო ძალიან ძნელია, მაგრამ ძალიან მიჭირს შემოკარგო შენთვის, მაგრამ სამწუხაროდ ფაქტია, რუმბას უნდა გავდეს, ნამდვილად გავდა. When you kiss her mouth among the fields of gold. სამორი საერთოდ გვაკვირვებს. მე ძალიან მომეწონა აფხაზური სამორის მიერ შესრულებული, ძალიან მომეწონა მისი უკრაინული, იყო უმაღლეს დონეზე შესრულებული, სამწუხაროდ დასაწყის ტურებში არ იწერება მაღალი ქულები, თორე მე უმაღლეს ქულებს იმ ტურებში დაუწერდი ნამდვილად. ყოველ ეპიზოდზე ვფიქრობ, რომ ოკეი, ახლა დაუწერ კარგ ქულას. იმიტომ რომ მოლოდინი უფრო დიდია, ვიდრე result. ამ 4 წვლილიდან ჩემთვის როსტო ყველაზე სუსტი მონაწილეა, მაგრამ მე მაინც მინდა რომ დარჩეს ამ პროექტში, იმიტომ რომ მინდა სალომეს ყურება კიდევ. მე დავინახე ვაჟკაცური ხასიათის რომანტიკული და გილოცავთ. მინდა აღნიშნო როსტოს პროგრესი იმ ხრივ რომ გახდა რაღაცა სერიოზულად მოეკიდა, შეიძლება იმდეს აღარ სვავს და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩვენი კაცებისთვის, ქართველი კაცებისთვის. Hesitation, oversway. ჩვენ ვითხარი ქართულად რას? Hesitation, ამ მოძრაობას აქ რო აკეთებდნენ, ქვია hesitation. აი ეს მოძრაობა, მაგას ქვია იქ რო იყო. ოდეში. ყველაზე ესეთი მამაკაცური და ქალური დამოკიდებულება გაქრთქვენ, როგორც თელ პროექტშია. მოხიბლული და მოხიბლული გილოცავთ. Tiko, akabdets labazi iqavs la. Oh my god. Jeez. Yeah, that's very sexy. Yeah, good job. Pocha. Hearing it so down, choosing your battle. Pick yourself up and dust yourself off and back in the saddle. You're on the front line, everyone's watching. მე არ ვიცი ვიმოიგებს ამ ვინას ბათუმში და ჩემი აზრით უნდა ვყიდო შენ სალომეს ვინა ჰავაიში. უფრო მოინდომა როსტომ და მთელი დარბაზი მხარდამჭერები მოუყვანია, ასე რომ ლევანის ყველაზე საუკეთესო ცეკვა გილოცავთ. აი ემოციური ცეკვა იყო, აგin ცეკვა ხიარული ცეკვა იყო, არ იყო რაღაცა დაძაბული ჩემი თავისუფლად ვიზანი, ასე როგორც ლამბა. მე რო იცეკვა რა იყო. მე რო თავიდან ჩამოვედი ეს პირველი ეპიზოდი ვნახე, მე მგონი ეს კაცი იჯდა და არ დგებოდა, იწვა. ეხლა promenade runs და back rock და botafogo that was ოჩა არაფერია. This time for Africa. Young girl with eyes like the desert. მინდა ერთხელაც ინგლისურად გითხრათ. You are star among the stars, for example. თორნიკე, როიცოდე როგორ დაგვიგავს ეს შესამეშო მოცეკვა? დღეს რაღაც ჩამისხეს აქ. მე აქვე ახლოს რაღაც მოგიხარშე. დღევანდელი ტური არის, მე მგონი შენი ესეთი დარწმუნების ტური, მუსიკა არ შეგეშალო, უნდა იყო ძალიან სუფთა. ესეთი რთული ტური ჩვენ არ ქონია, იმიტომ რომ ყველაზე მეტად რისიც გვეშინა და ეს იყო რუმბა, იმიტომ რომ მუსიკა და თვლა არის ძალიან რთული, მაგრამ მე ყველაზე
მეტად რაც გამიხარდა ბატონმა გოჩამ თქვა რომ თქვენ იცებთ მუსიკაში. რაზეც ყველაზე მეტად აკლებს ხოლმე ქულას, ასე რომ ძალიან კარგი შეფასებები მივიღეთ ბატონი გოჩასგან. ეს არის ჩემი ფავორიტი წვილი. I do feel good. You are the great. Gilotsa. ამორწყულში ვარ ნახო, რომელიღაც ადგილზე ჩავთვლი რომ ყველაზე უსამართლო კონკურსია მთელ საქართველოში. მაყურებელი ფეხზეც კი ადგა. ბეიბი ადგა ფეხზე, ბეიბი. თერთმეტი. 50 ქულა. ყველაზე მაღალი ქულა მე მგონი აჩქი დაწერია. გთხოვთ კიდევ ერთხელ მივესალმოთ ჩვენს მონაწილეებს. და წარმოადგინოთ ჩვენი კომპეტენტური ჟიური. მაშასე, ნინო სუხიშვილი. ლევან უცონეიშვილი. ნინო ანანიაშვილი. ნანუ გაზორჟოლია. გოჩა ჩერკოვი. და რა თქმა უნდა, ჟიურის მეექვსე წევრი, ანუ თქვენ ძვირფასო ტელემაყურებლებო, მეტი აქტიურობით და მეტი SMS-ებით, რადგან ჩვენი ვარსკვლავების ბედი სწორედ თქვენზეა დამოკიდებული. დიახ, ზუსტად ასეა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ტელემაყურებლები დღესაც ძალიან აქტიურები იქნება. რა თქმა უნდა, ახლა კი დროა გადავინაცვლოთ კახასთან ბანკ რესპუბლიკას ოთახში და ნახოთ რა ხდება ვარსკვლავებთან. კახა, როგორ ახარ მანდ? კახა. კახა? კახას ხმა არ არის? კახას ხმა ჩაუწდა, ისეთ ვარსკვლავების გარემოცვაშია. არ შეიძლება კახას ხმა რომ ჩაუწყდეს. კარგი, მაშინ წარვადგინოთ პირველი კონკურსანტი. მაშასე, მოემზადეთ სამორი და ლიკა SMS ნომრით გამედინა ორაცი. გამარჯობათ, ამბობთ. მარტივი შეიძლება. კეთილი იყოს თქვენი მზერა ჩემს ოთახში, შეიძლება რა ვიცი, არ იყოს საოცნებო ოთახი ყველასათვის, მაგრამ ჩემთვის ნამდვილად რაღაცნაირად იყო ყოველთვის. მე მიყვარს ხმათა მუშაობა. კაბელია ოთახში. მუშაობ, როგორც მუშაობდნენ 80-იან, 90-იან წლებში, ვაგროვებ ფირფიტებს. ჩართოთ ოსკარ პეტერსონის რომელიც არ აქვს მნიშვნელობა, სულ ნაწარმოები არ აქვს ადამიანს. ვაგროვებ ფირფიტებს, ვარ დაკავებული ასეთი საქმიანობით, რომელსაც ქვია სემპლინგი. ფირფიტებიდან იღებ გარკვეული ხმების ფრაგმენტებს. რეკორდს აძლევ და წერ. შეიძლება ესეც სიკვდილსი გააკეთო რა. ყველანაირად ამუშავებ, როგორც შენ გინდა, შენი გემოვნებით, შენი ფანტაზიით და აკეთებ კომპოზიციებს. სამამულო ჰიპ-ჰოპის სამსახურში თქვენი სამორი ბალდი. ლიკა მერეკავს. ხო, ლიკა. მე აქ სახში ვარ, ჩემთან არიან მოსულები, რაღაც სინქრონს წერენ და გამოვალ ახლა. საათობით არც თუ ისე მოსახერხებელ პოზიციაში აქ ჯდომის შემდეგ, აი ასეთ პოზიციაში, როგორც წესია. წელით ტკივდება, მაგრამ უნდა გაიმართო რამენერად თავს უნდა უშველო და ამისთვისაც მე მზად ვარ. აქ მაქვს ტურნიკი გაკეთებული, ხმიზლი აქ მალებში გავიშალო, დავივარჯიშო. აი ასე. ვახარი ეს ბებია ჩემია, მახსენებთ რომ რეპეტიციაზე მაგვიანდება. დავაი შესლაჟო. Бебия, რომელსაც მიუძღვენი უკრაინული ტურის ცეკვა. Я сказал, что это моя бабушка, которая посвятила украинский танец. Спасибо. Я ж тебе подвинула, я ж тебе подвела.
ესეთი მეგობრება მყავს. Послушный, но только не любит, когда у него спрашиваешь и учишь чему-то его. Сам знаю, говорит. Сам знаю. Кроме украинского, какой танец тебе понравился? Или еще больше всего? Ой, последний. Ай, было цикла мой цона. Фанки уходят, бебе, чемс. Джеймс Брауни уходит. И в напири Калбатони, бебе, чем я там твор мой цона играю метро с Из него прошла с бабулей. დავედით ვარჯიშზე თქვენ არ გაგვიანდებათ მე მაგვიანდება ლიკა მელოდება ლინდი ჰოპი ქვია ესეთი ძველი აფროამერიკული ცხენი ინტერესებს ეკვა რომლიდანაც წამოვიდა მოგვიანებით ჯაივი ძალიან ენერგიულია, ისეთი ხალისიანი და გაძლევს მოძრაობები იმის საშუალებას, რომ რაღაცა უფრო გაიხსნა და უფრო იმხიარულო თან ცეკვის დროს. ისე ორი ცეკვა, ისე მოსწრებაზე ვართ, ისე მეორე უნდა ვიმუშაოთ, ისე იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. სამორი ბალდე და ლიკა ლაბაკი. ლინდი ჰოპი. Sing, everybody start to sing. Ooh, wow, now you're singing with a swing. Sing, everybody start to sing. Ooh, wow, now you're singing with a swing. Браво! მე სიყვარულში არ ყოფნის, სიყვარული. მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, აბსოლუტურად. ხოდი ჩვენ ჟიურის მოусვინოთ. მოусვინოთ. ქალბატონო ნინო? მე ძალიან მომეწონა თქვენი ნომერი, ეს წვილი საერთოდ ძალიან მომწონს, ნამდვილად არ აკლდათ არც ტექნიკა, არც არტისტიზმი, არც ხასიათი, ხალისი და რადგანაც დღეს არის რეტრო ტური, ძალიან ხასიათში შეასრულეს და ნამდვილად ძალიან მომწონს ეს წვილი. ბატონო ლევან, გისმენთ მე რა სიტყვით? ორმაგაძნელი იყო ალბათ ნახევარფინალის დაწყება, გახსნა, მაგრამ მიუხედავად ამისა თქვენ შეძლებთ რეტროს ატმოსფეროს შექმნა და ეს იყო დღესასწაული ხასიათებისა. დიდი მადლობა აი ამ ზეიმისთვის, რაც თქვენ დღეს მოყვანიჭეთ. ქალბატონო ნინო, გისმენთ?
მართლა ძალიან მიხარია, რომ უფრო და უფრო მეც ვხედავთ ამ წყვილს, მართლა ძალიან ორგანულები არიან და ძალიან კარგად არიან შეწყობილი და ძალიან იცით ბუნებრივები არიან, რაც მე ძალიან მახარებს. მადლობა. ნანუკა? თუ ვინმეს ვიცნობ და ამ დღების განმავლობაში განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა, ეს გადაცემა, ზოგადად ყველგან ამ გადაცემაზე საუბრობენ. მე არ მინახავს ადამიანი, რომლის ფავორიტიც არ არის სამორი. და მე არ მინახავს ადამიანი, რომელიც რაც მე ვთქვი კიდეც ჩემს გადაცემაში, რომ ნუ ძალიან უსამართლობა იქნება თუ ორეულში არ მოხდება სამორი. ხა გამარჯობა გადაწყვეტოს SMS-მა. მაგრამ მე მაინც მგონია რომ ვიდრე ის რაც ვნახე მე დღეს სამორი ჩემი ფავორიტია, სამორი მე ძალიან კარგად იცის და მეც ამას ვეთანხმები, მაგრამ მე მგონია ახლა და ჩვენ კი ვართ ზოგადად გაფრთხილებულები რომ ქორეოგრაფებზე როგორც წესი არაფერი არ თქვეთო, მაგრამ მე მგონია რომ სამორის ბევრად მეტი შეუძლია, ვიდრე დატვირთონ მისი ნომერის შოუთი. შოუთი უნდა დავეტვირთოთ როსტოს ცეკვა. როსტოს ცეკვა სჭირდებოდა შოუს დეტალები, იმიტომ რომ სანახაობა შეექმნა და სამორი უფრო მეტი აცეკვან ამ შემთხვევაში მე მინდა ქორეოგრაფებს თხოვო, უფრო მძიმე ტვირთია უწევია სამორის და ამიტომ უფრო მეტ შეძლებდა დარწმუნებული ვარ. დიდი მადლობა. ბატონი გოჩა შეთქვევი. სამორი ლიგა, თქვენ ეს ცეკვა არ უნდა გეცეკვათ დღეს. იმიტომ რომ წინა კვირას იცეკვეთ ჯაიფი. Lindy Hop, Jitterbug, exactly, Push, Boogie Woogie არის ჯაიფი. იცეკვეთ წინა კვირას დაგიწერეთ 10. მკითხულობ აქ, ლელა წურწუმია Twist, Tigo, Jive. შენ მოიტანე ისევ იგივე რაც იცეკვეთ წინა კვირას. ცოტა You don't teach me Lindy Hop. Thank you. Point is Lindy Hop is jive. ეს კონკურსია, ეს შოუ არ არის. უნდა მოიტანო რაღაცა ახალი. მე მგონი უნდა მოვხადო ბოდიში შენ კოლეგებს იქ, იმიტომ რომ ესენი პირველად ცეკვავენ ამ ცეკვებს, შენ მეორედ. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცეკვე, სამწუხაროდ ეხლა შემიძლია დაგიწერო 1, არ იქნება მაგი მართალი, დაგიწერო 9, 8 და არც მაგია მართალი, ამიტომ არ ვიცი რა გავაკეთო. არანო. ამიტომ უნდა დავუწეროთ მაღალი ქულა, მაგრამ მე შეიძლება ქორეოგრაფია. ეს კონკურსია, არ შეიძლება ყველა უნდა მოიტანოს ახალი ცეკვა. მაგრამ ობიექტურად ხო? დიდი მაგრამ დღეს მოხდა ერთი რაღაც შეიძლება მოყვე? დღეს მოვდოდი ვაკეში და ერთმა ქალბატონმა მოხუცნა ეს გამაჩერად შეიძლება შეიაო 51. მე ვთხარი კი ბატონო, თქვენ რო ის არ ხართო წამყვანი, კი მე ვთხარი სამორის ვაკოცო. მართლა მოხდა ეს ამბავი და აპლოდისმენტებით გავაცნობთ. ნამდვილად ასეა. ეს მართლა მოხდა, არ ვიგე. ნამდვილად ასეა. საზოგადოების დამოკიდებულება არის ნამდვილი. გავაცილოთ ჩვენი სტუმრები ბანკ რესპუბლიკის ოთახში და კახა ჩავხდოთ. იმედია კახა ისმის შენი ხმა რა? 1-1. აი მე რა ბედნიერებაა. ისმის შენი ხმა ძალიან კარგი. იმდენად გახარებული ვიყავი წეგან რომ მე მგონი მიკროფონი შეერთო დამავთო. ზუსტად არ ვიცი. აი ჩვენი კონკურსანტების. დიდი სიხარულით გელოდებოდით და დარწმუნებული ვარ მაყურებელი ახლა ამ წამს მხოლოდ SMS-ის გამოგზავნით არის დაკავებული. ახლა კი ვთხოვთ ჟიურის შეაფასოს ჩვენი ვარსკვლავური წყვილი. ვთხოვთ. ნინო სუხიშვილი. ლევან უჩანეიშვილი. 10. ნინო ანანიაშვილი. 10. ნანუკა ჯორჯოლიანი. 10. გოჩა ჩერტკოევი. 9. 59 ქულა გავამხნევო ჩვენი კონკურსანტები ძალიან გიხართ. დამორ მითხარ ახლა. რომელი უფრო მოგეწონა ცეკვა თუ ქულები? თუ ორივე ერთნაირი იყო? არა არ ვთვლი რომ ცუდად ვიცეკვეთ, საკმაოდ კარგი იყო. ქულებიც რა თქმა უნდა, საკმაყოფილებელზე მაღალი ქულები დაგვიწერეს. ძალიან დიდი მადლობა ყველას. ყველანაირ შენიშვნას, რჩევას ყველაფერს ვითვალისწინებ. უბრალოდ მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ რასაც გვიდგავენ ჩვენი ცეკვის მასწავლებლები, იმას ვცეკვავთ. და ბევრჯერ ყოფილა პრეცედენტი, რაც გარკვეული გაუგებრობის ქორეოგრაფიასთან დაკავშირებით და მე ნაკლებად ვერ ყვევი იქ რომელიც ცეკვა რომლიდან მოდის და ასე შემდეგ და რასაც გვთავაზობენ ჩვენ სავარჯიშო დარბაზში, რასაც გვეუბნებიან და კომპოზიციას გვირჩევენ, იმაზე ვცეკვავთ დიდი ბოდიშს ვუხდი ნამდვილად ყველას ვისაც შეიძლება ეს მოეჩვენოს არასამართლიანად. არ ვიცი, იმედია მომავალში არ მოხდება ასე. ლიკა, შენთვის რამდენად მოულოდნელი იყო ჟიურის შეფასება? ჯერ სიტყვიერი და შემდეგ
რთულებით? ძალიან რთულია, როდესაც პირველი გამოდიხარ კონკურსზე და გვინდოდა რომ მაქსიმალურად დავხარ ჯულიყავით, ყველაფერი გაგვეკეთებინა და შესაბამისად მივიღეთ ქულებით, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობელი ვარ ყველას. დიდი მადლობა ჩემს მეწყვილეს, ძალიან მშვენიერ ქალბატონს და მოცეკვავეს, ლიკა ლაბაძეს. დიდი მადლობა სამორ. სამორ ბალდეს და ლიკა ლაბაძეს დაუკრათ ტაში თუ შეიძლება. თქვენ ახლა შეგიძლიათ დაისვენოთ, იმიტომ რომ მომზადეთ შემდეგი ცეკვისთვის, ხოთ დაისვენეთ. მე კი შემდეგ ვარსკვლავურ წყვილს მოვამზადებ თქვენთან შესახვედრად. თქვენ კი ის დაგჩენიათ, რომ ხურვალი აპლოდისმენტებით შეეგებოთ მათ. მარშალზე, ჯიკო და გიგი! 12-7! ისევ თქვენ როგორ მომენათ? ჯერ იმაზე ჯაჭვზე უნდა გამოიყო. ეს არის ჩემი სამფლობელო. ჯერ ისეთი ოლიგარხული არ არის, იმიტომ რომ შესაბამისად ვიცით რომ მეუღლეც არ მყავს ოლიგარხი. წინა დღეს ვამზადებ და უშოთ გადაღებისთვის რა უნდა ჩავიცვა და დაშით გუშინდელი და ხვალინდელი კიდია ხოლმე. ესე ინაცვლება. ალბათ გეგონა რომ კვირის განმავლობაში ხო 2 შაბათი, 3 შაბათი, 4 შაბათი, 5 შაბათი პარასკევი არა. თიკო სადუნიშვილი გონიათ რომ სამზარეულოში ვერ ტრიალებს და არაფრის კეთება არის. რატომ ეს წარმოდგენა გძავს ჩემზე და მიტრიალო? მიტრიალო. დედა ჩემია, რომელიც ასევე დაკავებულია დაცი-ძირითადად დედა-ჩემთან ისდება და მამა ჩემთან თავისუფალი პროპლატმაში ვატარებ ხოლმე ძირითადად ერთად. ნაწამბო მომეწონა, ირნები მომეწონა. ხალხი და ჰიპ-ჰოპი. ხალხი და ჰიპ-ჰოპი. რაცი თავის მეგობრებთან ერთად არის ხოლმე ესი ამოქსეროფსებული, ამოპრინტული უბრალოდ ჩემი ფოტოები, პატარა ფოტოები ეს თავის მეგობრებთან ერთად და იქიდან ესე გულში. უქონთ რომ დგავარ ყოველთვის ხედავ ხოლმე მგონია რომ ვარდება, იმიტომ რომ ისე იწევა და თახო დედობრივი ინსტინქტი მერტებაც აკისოს მინდა რომ შედი იქიდან მე. კაცი რა გამოვარდა იტირებ? არა. არც გაგიწოდება. გვინდა ბათუმში. აი მესიჯი. ჩვენ გვაგვიანდება, იმიტომ რომ მივიდივართ რეპეტიციაზე. ჩვენ არა, მე მაგვიანდება. და რჩება. ჩვენ დავჭერდი. დანარჩენი გავაგზავნოთ ფელაში. მოკლედ ეს პროექტი ისეთ ფაზაში შევიდა, რომ უკვე ცეკვავი ვარსკვლავები არა, წვალობელი ვარსკვლავები უფრო ქვია, მე მგონი, იმიტომ რომ ორი ცეკვა ეს იმდენად ცხოველური ჟრომა ამერწმუნეთ. ტური იქნება რეტრო, ანუ ძველ ცეკვები, ანუ არასასიამოვნო ცეკვები ჩემ. ჯაივი არ მიცეკვია არასდროს, გამომდის თუ არა, არ ვიცი, კარგად მაყურებელი შეაფასებს. ჯაივი ძალიან კარგია, ძალიან ენერგიული, სამომარო რო იცეკვა, ნამდვილად დიდი ის მომტანდა. ალბათ ჩვენც იგივე გველოდება რა. ტვინი აღარ მუშაობს და ეს ორი თვის ნავარჯიშები, რაც არის უკვე მარიონეტების დიაც დაემსგავსება ალბათ ჩემი ცეკვა, იმიტომ რომ ფეხები და ხელები მართლა თავისით მოძრაობს. ნიკო სადუნიშვილი და გიგი გაჩეჩივა. ჯაივი. I guess if you say so, I'll have to pack my things and go.
baby, don't you treat me this way, 'cause I'll be back on my feet someday. Don't care if you do, 'cause it's understood. You ain't got no money, you just ain't no good. Well, I guess if you say so, I'll have to pack my things and go. That's right, hit the road, Jack. And don't you come back no more, no more, no more, no more. Hit the road, Jack. And don't you come back no more. What you say? Hit the road, Jack. And don't you come back no more, no more, no more, no more. Hit the road, Jack. And don't you come back no more. 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 Bravo! 12-0-7 თიკო და გიგი, აპლოდისმენტები! უფრო მეტი აპლოდისმენტები თუ შეიძლება. ხოთ? მოგესალმებით თიკო, მოგესალმებით გიგი. რას გვეტყვის ჩვენი კომპეტენტური ჟიური? ქალბატონო ნინო გისმენთ? თიკო, ჩემთვის არის მოცეკვავე. მე მთელი ტური უყურებ მას, ეს ტურები, მთელი ეს კონკურსი და განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი ტანგო, ძალიან მომეწონა მისი ვალსი. საერთოდ ყველა ცეკვას გძნობს და ნამდვილად მოცეკვავეა. მთელი სხეული ცეკვავს. მე არ ვიცი, რამდენი წელი გამოცდილება აქვს ზუსტად, მაგრამ როგორც წინაზე გავიგე 4, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ის ნამდვილად მოცეკვავეა ჩემთვის. რა თქმა უნდა, აქ იყო რამოდენიმე შეცდომა, რომელიც დღეს დაემართათ, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ზუსტად ვერ გეტყვით ეს შეცდომა იყო თუ ესე იყო დადგმული და მათ გაათამაშეს ეს შეცდომები, იმიტომ რომ ამასაც ნიჭი უნდა. მე გავიხსენებ ერთ ეპიზოდს ჩემი, კი არა, უბრალოდ ჩემი წინაპრების პრაქტიკიდან, როცა ქალბატონი ნინო რამიშვილი სცენაზე დაეცა და როცა უთხრეს როგორ დაეცი, სამაგიეროდ როგორ ადექი, აი ამიტომ ეს პატარა შეცდომები ისე იყო გათამაშებული, რომ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ესე დადგმულია. მადლობა, ბატონო ლევან. ჩემთვის სასიხარულოა ის, რომ ცეკვის დროს უფრო და უფრო ხშირად იყენებენ სხვადასხვა დეტალებს, თეატრალურს, ცოტა წააგავს მუსიკალურ კლიპს, მიუხედავად რამდენიმე ესეთი ხარვეზისა, შემთხვევითი, მაგრამ კარგად შეიძლება გამართლებული, ცეკვამ დატოვა მშვენიერი შთაბეჭდილება, ეს რომ მადლობთ. ქალბატონო ნინო. იცით, მართლა ძალიან მიხარია, რომ მთელი თბილისია, შეიძლება მთელი საქართველო ლაპარაკობს დღეს ამ პროექტზე, ცეკვავენ, ნამდვილად უკვე ისე პროფესიონალად, რომ უკვე დეტალებზე ვლაპარაკობთ, საუბრობთ რაღაც, ხო, მივედით რაღაცა დონეზე. ძალიან მიხარია. მიხარია, რომ მართლა ყველა ამ ცეკვის გარშემო ვტრიალებთ. დღეს ეს ნომერი მე ცოტათი უფრო მინდოდა თიკოს უკეთესად დადახვა, იმიტომ რომ წინა ტურებში ნამდვილად უკეთესი შთაბეჭდილება მოახდინა. ცოტა გული მწყდება. დღეს ნანუკა მე უნდა დავიწყო ისე როგორც სამორიზე. ზოგადად თიკო და სამორი რომ ძალიან მაგრად ცეკვავენ, ამაზე არავინ არ დაობს. ეს არის უდაო. მე რომ თიკოს ტანგო მახსოვს, თუ დამთავრდა თიკომ იმ ტანგოთი თქვა თავის სათქმელი ამ კონკურსში, მაგრამ მე მგონია რომ თიკო ისევე როგორც სამორი დღეს არ იყო თავის ფორმაში. თიკოს ამაზე მეტი გაუკეთებია. საერთოდ ძალიან ისეთია ამ ბოლო დროს რაღაცა ძალიან ისეთი დაშვება აქვს სასწაული ამათ. ერთი იყო და ის დავარდა, მეორე იყო და შენ შპაგატში ისე ჩაჯექი რომ შემეშინდას. დაშვება არ გამოგდი და დაანებეთ თავი ამ დაშვების მომენტს რა. მაგრამ ზოგადად ბუნებრივია ეს არის წყვილი, ეს არის ჩემი ფავორიტი წყვილი, ერთ-ერთი ფავორიტი წყვილი და მე ვფიქრობ რომ თუ ამ შოუში ვინმე ძალიან მაგრად ცეკვავს, ეს წყვილია ჩემთვის. აპლოდისმენტები. მაპატიეთ? სამორის შემთხვევაში მაპატიეთ, მაღალი ქულა დავწერე, იმიტომ რომ უკვე დაბალი ქულების დაწერა უკვე საშიშროებას იწვევს. ეს ჩემი შეფასება, რომ დღეს ჩავთვალე, რომ თიკო ფორმაში არ არის, არ ნიშნავს იმას, რომ ქულაზე აისახება, იმიტომ რომ მაინც უკვე მივდივართ ბოლოსკენ და მადლობა. ბატონო გოჩი. თიკო, გიგი. Well, პირველ რიგში გაიქნებოდა რომ უფრო კარგად იცოდე და იმახსოვრო ეს ნაბიჯები, მაგრამ მოდი ყველაფერი პერსპექტივში ჩავსვათ. სამორსათომღაც ვაპატიე იგივე ცეკვა, ამიტომ ალბათ გეპატიება, მაგრამ მაინც არ გეპატიება, იმიტომ რომ უფრო ნიჭიერი ხარ ვიდრე ბევრად. ამიტომ დაივახსოვრეთ ეს ნაბიჯები, უფრო მეტი ივარჯიშეთ. Overall
ოჯახ, მაგრამ ცოტა ნამეტანი ერთი-ორი ინაბიჯი შეგეშალა. და ცეკვა თვითონ კარგი იყო. Ja. არ ჯაიფი იყო, ჯაიფი იცეკვე. დიდი მადლობა მაგის. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჯაიფისთვის. ჩვენი ვარსკვლავები. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულს. კახა. რუსკა. კაბუ. გისმენ? ძალიან მომწონს ესე რომ მოგმართავთ ორივეს. რა თქმა უნდა, მოუთმელად ველოდები ჩვენს ვარსკვლავებს და აი ისინიც გამოჩნდნენ. მოვიდა. სწრაფად. რა გირჩევნიათ? პირდაპირ კითხვები დაგიცვათ თუ ჟიურის შეფასება? სურელური კითხვა იყო თავიდანვე. ჟიურის შეფასება გთხოვთ. ნინო სუხიშვილი. 9. ლევან კუჩანეიშვილი. 10. ნინო ანანიაშვილი. 9. ნანუკა ჯორჯოლიანი. 10. გოჩა ჩერტკოელი. 10. 48 ქულა, თიკო გაგიკვირდა რაღაც ბოლო შეფასება და შეგიძლია ისაუბრო ამის შესახებ. და რატო ეხა გეტყვით? მოკლედ ამ ცეკვისა დროს უნდა გამოგვეყენებინა როიალი. შეიძლება აუხსნა, იმიტომ რომ ბევრი შეცდომა ქონდა და რატო მინდა ვთქვა? გაგრძელი. არსებობს ესეთი რაღაც მოცაკვევები ხმარობენ ხოლმე ზეც იყენებენ ფეხსაცმელზე რომ არის სრიალონ საცეკვავო მოედანზე და როიალი უნდა ყოფილიყო სრიალა რომ ბოლოს მქონდა შპაგატის სცენა და ამიტომ 5 წუთით ადრე გამოიყენეს მარგარინი ჩვენმა მეგობრებმა და მოხდა ისე რომ ზედმეტად ავისრიალდა და იმაზე რა ქვია იატაკზე უბრალოდ ვეღარ ვიცეკვე. გვინდოდა რომ უკეთესი ყოფილიყო ქულები ძალიან მოგოტონა ალბათ ჩვენი ძველი ცეკვები გახსოვთ და ამით დავიმსახურეთ. დიდი მადლობა. ვეცდებით რომ შემდეგში გამოვასწოროთ თუ გვექნება ამის საშუალება. მადლობა ყველას. დამთავრეთ. ახლა ისვენებდა. შემიძლია დიდი მადლობა. თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, გთხოვთ. მე კი თქვენთან შესახვედრად შემდეგ კონკურსანტებს მოვამზადებ. ისინი მოუთმელად ელიან თქვენთან შეხვედრას, ასე რომ თქვენ უნდა უგულშემატკივროთ და რაც შეიძლება მეტი SMS-ები უნდა გამოუგზავნოთ. გთხოვთ. маш ასე. ლელა და თორნიკე SMS ნომრით 1209. გამარჯობათ მომზადეთ. განახებთ ჩემი ბავშვობის, ესე ვთქვათ, ჩოხებს, რითიც მე ბავშვობაში ვცეკვავდი. ეს იყო ჩემი სულ პირველი ჩოხა. ეს არის ჩემი ინგურის. ეს ცილინდრი და მიყიდა. კაკრას ამტოზე შეიძლება დამჭირდეს ჯექსონს ვცეკვავთ, ჯექსონის მუსიკაზე. ეს არის უკვე ჩემი ანსამბლის კუდი, სოფიშვილების კუდი. ამას უკვე ჩვენ ხანჯლას შევიფარებთ. მომზადე 1-2-3 ჩაჩაჩა. დაგახვედრე. ვიღალატე, ხო დამოდის სოფიშვილებში. ეს არის უკვე გავიწყოთ. მე ვარცხნებ. ჩაჩას უხდება თუ ჯექსონს. ოჰო, გამზადებული აქ. ისე რომ სუბუქა თავედი ჰაერში. ესე გამოვედი. სხვა დათი მივიღეთ, კოჩასგან ახლა ესეთი შეფასება მე ვფიქრობ რომ ძალიან კაბარე. კაი, მე ეს მე რა ნახეთ, და დავიდავი. ჩემი ჩანთანი გეტონი. თქვენი ჩანთარდა გავიწყდეს მინდი. ჩემი ჩანთარა პარკი. წავედით, კარგად იყავით. ჩვენ ამ ტურში რეტროში ვასრულებთ ორ ცეკვას, ეს არის ტვისტი და ეს არის დისკო 80-იანი წლების. აი, როდესაც ჩვენ პირველ ტურში შევასრულეთ ჩაჩაჩა, გახსოვთ ალბათ იქ როგორი სიუჟეტი იყო, ხო? ანუ ეს კონკრეტული ქალბატონი არის ვარსკვლავი, მისი თაყვანისმცემელი, მერე საქანელა. ანუ ჩვენ ახლა გვინდა რომ ამის გაგრძელება გავაკეთოთ.
ასეთი სწრაფი ცეკვა ჩვენ არ გქონია. თუ დავუშვათ არ ჩავთვლით იგივე სამბას, მაგრამ ეს კიდევ აბსოლუტურად სხვა დატვირთვა არის, ბევრად უფრო დინამიურია და უფრო სწრაფი მოძრაობები ჭირდება და სიზუსტე. ჩქარი ცეკვაში უფრო კარგი გასწრებ თავს. ეს თუნ სიტყვაზე როგორც რუმბა იყო, რუმბაში ისეთი მოძრაობებია და ნელ ცეკვა საერთოდ მიჭის და როგორც ჩვენ ნაციონალურ ცეკვაში არის, ჩქარი, სისწრაფე და იგივე არის ამაშიც. მივედი ფინალში უკვე ასე რომ ვისაც ეს არ ეგონა ძალიან გაუცრუე იმედები. ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი. ტვისტი. თორნიკე დაგვიბრუნდი დროზე. ჩამოუსწრეთ ეს ადამიანი ჩვენთან. სიბილით. აპლოდისმენტები. ხალბატონო ნინო პირველ რიგში ძალიან შემეშინდა, იმიტომ ვერ მიხვდი ნელა მართლა დაეცა თუ დადგმული იყო. ძალიან ბუნებრივად იყო, ნამდვილად გაგვაცინეთ, ძალიან ისეთი ხალისიანი ნომერი იყო. ყოჩაღები ხართ. მე მინდა ვთქვა, რომ ეს კონკურსი მთლიანად ეს ლელამ ძალიან ბევრს მიაღწია, რომ უკვე მოვიდა ნახევარფინალამდე. ეს ძალიან დიდი შრომის ხარჯზეა, მე ვიცი, რამდენად რთულია იცეკვო და ისწავლო სხვადასხვა ცეკვები ყოველ კვირას, ნამდვილად ძალიან რთულია დამეთანხმებით და უკვე რო სამეულში გავიდა, მისთვის ეს ნამდვილად დიდი მიღწევა უკვე. რაც შეეხება ნახევარფინალს, როცა სამი წყვილი რჩება, უკვე ალბათ ყველასთვის, ჟურისთვისაც და მაყურებლისთვის იკვეთება, წარმოდგენაში მაინც ვინ არის პირველი, ვინ არის მეორე, ვინ არის მესამე. აი რაღაცნაირად მე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის გამოიკვეთა უკვე სამეული და არ ვიცი ხა რამდენად გამართლებული ამის ახლა აღნიშნა, მაგრამ რაც შეეხება შეცდომებს, შეიძლება სხვას მეტი შეცდომები ქონდა, მაგრამ როგორც ნომრის სიძლიერე, მე მაინც მიმაჩნია, რომ წინა ორი ნომერი ცოტა უფრო ტექნიკურად იყო უფრო ძლიერი ვიდრე ეს ნომერი.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ შრომის და ამ არტისტიზმის ხარჯზე, ნამდვილად ძალიან მომგებიანი იყო და თან ამჯერად ვხედავ, რომ მთელი აივანი თორნიკეს მხარდამჭერებია დღეს. დიდი მადლობა, ბატონო ლევან, გისმენთ. გისმენთ. ტვისტი იყო ერთ-ერთი პირველი ცეკვა, რომელიც შემოვიდა ჩვენ საბჭოთა ყოფაში და ეს იყო პირველი ცეკვა, რითიც ჩვენ რაღაცნაირად ვეზიარეთ უცხოეთს, თუ ასე შეიძლება ითქვას. დღეს ერთ-ერთ წინა ტურზე მე ვთქვი, რომ აღმოაჩინე მერლინ მონრო, დღეს შემიძლია ესევე დარწმუნებით თქვა, რომ უმა თერმენი და ტრავოლტა ქართულ შესრულებით. ძალიან მომეწონა ნომერი და გახდით სამეგრელოს ულამაზეს ქალაქ ფოთში და მთხოვეს კიდევ ერთხელ მეგრულად მეთქვა სამარგალოშ მაფშალია. ილოცა. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო. გისმენთ. მინდა კიდევ ერთხელ გაგახსენოთ, რომ ეს კონკურსი არის ნამდვილად ქვია ყოველ შემთხვევაში ცეკვავენ ვარსკვლავები. ამ შემთხვევაში ჩვენ ნამდვილად ხედავთ, რომ ვარსკვლავი სხვა პროფესიის ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას და ცეკვავს. დღევანდელი ტვისტი მე ძალიან მომეწონა და მთავარი შედეგი ამ კონკურსისა და საერთოდ ამ პროექტის ის არის, რომ ეს ხალხი დღეს ვინც თქვენ გვერდზე გიდგათ, ლელა და ის ახალგაზრდები, უფრო პოპულარობები გახდნენ, უფრო საყვარლები გახდნენ და მაყურებელს აქვს საშუალება აირჩიოს დღეს, ვინ იქნება ძლიერი. დიდი მადლობა. ნანუკა. ქალბატონოს იმაში დავეთანხმები, რომ ძალიან პოპულარულები გახდნენ სოლომონ ცეკვავების რანგში, ეხა უკვე ადრე იყო სუხიშვილების სიტყვაზე, ეხა ადრე იყო თელას მონაწილე, ეხა უკვე საკუთარი სახელებით და გვარებით ცნობენ ამ ბავშვებს ქუჩაში, ახალგაზრდებს აჩერებენ და მე ვარ ამის რამდენიმე ფაქტის შემსწრე და ეს ძალიან კარგია მათთვის, მაგრამ ლელამაც ამ კონკურსისთვის განაპირობა ის, რომ ისმა სახელმა და გვარმა და ვარსკვლავურმა წონამ ძალიან ბევრს ბიძგი მიცა, ანუ ეს ყველაფერი თავის ფერს აძლევს. ნებისმიერ გადაცემას, ნებისმიერ კონკურსად შეეხება ზოგადად ეს გადაცემასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ნომერს მაგრა ხასიათზე დამახენელა. აი ძალიან გულით მაცინე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი. ბატონო გოჩა. ლელა, თორნიკე. როგორც ნომერი კი კარგი იყო, საინტერესო იყო, უდავოდ ყველაზე დიდი პროფესიონალი ხარ მაგაში, ეჭვი არავის არ ეყარება. მაგრამ რატომღაც დღეს ეს ეპიზოდი როგორც დაიწყო, ერთმა გაიმეორა კომპოზიცია. მეორე მეცა და ჯაიფი ცეკვა ნაბიჯები შეეშალა. ეს ძალიან მარტივი იყო, არ იყო საკმარისი ცეკვაში. twist-ი არის უკვე, არ არის მანტყუნაობა, მარტო არის twist, repetitive, on and on and on. თეატრალურობა excellent, ძალიან კარგი. მაგრამ თვითონ როგორც ცეკვა ფიზიკურად არ იყო საკმარისი შენსგან დღეს. უფრო მეც მოველოდი გულახდილად რომ დიდი მადლობა, აპლოდისმენტებით გავაცილოთ თქვენი ვარსკვლავური წვლილი და დაუმესიჯოთ 12:09-ზე. ნახოთ რა ხდება კახასთან ბანკ რესპუბლიკას ოთახში. იმედია მალე დაგვიბრუნდება ვარსკვლავური წვლილი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყველას აინტერესებს ჟიურის შეფასება და აი ისინის. გთხოვთ მობრძანდით. ნელა. ჩვენს ობიექტურ ჟიურის კი ვთხოვთ შეაფასოთ ჩვენი კონკურსანტები. ნინო სუხიშვილი. ლევან ოჩანაიშვილი. 10. ნინო ანანიაშვილი. 9. ნანუკა ჟორჯოლიანი. 9. გოჩა ჩერტკოევი. 45 ქულა გამომხნევოთ კონკურსანტები. ლელა, შენთვის რამდენად თემატური იყო ეს ტური? საინტერესო რამდენად იყო? საინტერესო იყო. თორე ხასიათი იყო, ცეკვაც იყო, არაჩვეულებრივი პარტნიორი, განწყობა. ფიქრობ, რომ ძალიან კარგი იყო. მე მომწონს. ძალიან კარგი. კიდევ ერთხელ გამომხნევოთ თუ შეიძლება ჩვენი კონკურსანტები. თორნიკე, ეხლა შენთან გადმოვალ კითხვით. მოკლედ, ნაციონალური ცეკვებიდან ტვისტამდე.
როგორ გავიდა ეს პერიოდი და შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რა შეიძინე ამ პერიოდში? იცი რა არის ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რაც ფაქტურად 2 თვე არ უკვე აქ. გეტყობათ ნამდვილად. ძალიან ბევრი ვარჯიშეთ და თითქმის ეს კვირა 24 საათი ვიყავით დარბაზში და ვარჯიშობდით და ძალიან ბევრი ვიშრომეთ ამისთვის და ეს უკვე ხა ჟურზე არის და მაყურებელზე დამოკიდებული რომ დაგვიმესიჯონ. დიდი მადლობა თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ, გარდაისახოთ შემდეგი ცეკვისთვის. მე კი Facebook-ის მომხმარებლებს შევახსენებ, რომ ჩვენ გვაქვს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე, ოღონდ უნდა ჩაწეროთ ქართული შრიფტით აუცილებლად ცეკვავენ ვარსკვლავები, სადაც თქვენ შეგიძლიათ მოიგოთ შოუზე დასასწრები ბილეთები. მე კონკურსანტებთან ერთად ახლა დავისვენებ, ჯერ იგი თქვენზეა რუსკაკაბუ. მართალი ხარ, კახა ჩვენს დავისვენოთ, მაყურებელის დავასვენოთ, იმიტომ რომ ემოციები ხომ უნდა გადაანაწილონ. არა, კაბურას სიტყვი. რა თქმა უნდა, მაგრამ არ გადართოთ, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ძალიან მოულოდნელად დაუბრუნდეთ. რეკლამა. და სანამ ჩვენი ვარსკვლავები ამ სცენას დაიკავებენ, გეტყვით იმას, რომ გამარჯვებული წყვილის ვარსკვლავს გადაეცემა ბინა ბათუმში საცხოვრებელ კომპლექს მაგნოლიაში ულამაზესი ხედით, ყველაზე ახლოს ზღვასთან, ხოლო მის პარტნიორს გადაეცემა 5,000 ლარის სასტარტოანაბრის თანხა ბანკ რესპუბლიკასგან. ასევე ძალიან დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს იმიჯზე და ვარსკვლავების იმიჯზე ზრუნავენ. ანუ სილამაზის სალონების ქსელს და სოლარიუმ კლუბ ნატალის. რა თქმა უნდა, ჩემი და კახას იმიჯზე კი მაღაზიების სააფილო და ტედ ლაპიდოსზე ზრუნავენ. დიდი მადლობა მათ. რა ბედნიერება. ახლა კი გადავინაცვლოთ კახასთან და ნახოთ, მზად არიან თუ არა ჩვენი ვარსკვლავები. მზად არიან? არიან? რა თქმა უნდა, ყველანი მზად არიან და ელიან თქვენ მხურვალე აპლოდისმენტებს. აპლოდისმენტები! მაშასე! სამორი და ლიკა SMS ნომრით 1206. Gonna spend my life being a coach. მარტივი ცეკვა საერთოდ არ არსებობს, რაც ქვია მარტივი ცეკვა. ცეკვას ყველა საქმე რთულია. კარგად თუ აკეთებ და მარტივია, ცუდად დამიცეკვა. ჯექსონის ყველა მუსიკა ისე ძალიან ენერგიულია და თვითონ უკვე რიტმი და სიმღერა გაძლევს იმ საშუალებას, რომ რაღაცა აცეკვდე და თან ისიც არის, რომ ამ ცეკვაში მომიწევს ისე პუანტების ჩაცმა, დაბრუნება 8 თვე ამცმია. ჯერ უნდა ჩაგიჯდეს ძირითადი ნაბიჯები, მე ამ ძირითადი ნაბიჯების ბაზაზე უკვე სიძივით ვიწყობა ცეკვა. Protection, the gangs, clubs and nations, causing grief in human relations. It's a turf war on a global scale. I'd rather hear both sides of the tale. Legans elementis გაკეთება მინდა, რომელიც არასდროს არ გამიკეთებია და ვისწავლე. რომელსაც ადამიანები თვეობით სწავლობენ და მე ორ დღეში თუ ვისწავლე, კარგი იქნება. 3, 4, 5, 6, 7. Oh, baby. თლიანად მინდა რომ ცეკვა იყოს კარგი და ამიტომ ალბათ თლიანობაში ნერვიულობ ცეკვაზე, თორე ისე კონკრეტულად რაღაც ჰეილეთზე ჯერჯერობით რეპეტიციები მინდის და არ ყოფილა ისეთ რაღაცა, რომ რაღაცაზე განსაკუთრებულად გვენერვიულო. ნახოთ რა გამოვა. ჩაოლებდა ქუჩაში გამოდივარ, ძალიან ბევრი ყველასგან მიხარია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, მაგრამ პირველ რიგში ბავშვებისგან მიხარია. არსებობს ასეთი ფენომენი, როგორც ქალური ინტუიცია და არსებობს ბავშვური ინტუიცია, რომელიც არ ვიცი, ალბათ ხრება იქ წლებთან ერთად, მაგრამ აი ბავშვს თუ უყვარხარ და თუ მოსწონხარ ბავშვს, ძალიან ბევრ ამას ნიშნავს. 3 and 4, 5 and 6, 7, 8. ამერჩევია რომ საქმე ვაკეთო და ორიენტირი იყოს 4 შაბათი, რომ 4 შაბათს გაჩვენოთ ჩვენი მაქსიმუმი. შემდეგ უკვე რომ გადავაბიძეთ 60-ზე, ზუსტად იგივე დამოკიდებულება აქვს და ეს ძალიან მეხმარება. არასდროს არ ფიქრობ წინასწარ რაღაცა გამარჯვებაზე. არა, მე არ მიყვარს ესეთი საუბრები. ეს სახლზე და არ ესეთი რაღაცები არ მიყვარს. არც დაგიგეგმავს. რა თქმა უნდა არა, რატომ უნდა დავგეგმო, რაც ჩემი არ არის,
იქამდე არ არის ჩემი, სანამ არ იქნება და თუ არ იქნება და არც არაფერი უჭერს. ჯერ ჩემი არის ბურთი და მოედანი. უნდა გავაჩვენო რა შემიძლია და თუ მე ამით რამე დავემსახურე, მე უკვე მე იყოს მე. სამორი ბალდე და ლიკა ლაბაძე. ჰიპ-ჰოპი, ბალეტის ელემენტები. როგორი ბედნიერება შემოირბინა თქვის სცენაზე. ატარა ბედნიერება მასულამა. მე ცოტა გამაჟრიალა. მე მიყვარს ესეთი ემოციური დარბაზი. ძალიან დიდი მადლობა დარბაზს. უღრმესი მადლობა ყველას. ახლა კი ჟიურის მოусმინოთ. თუ შეიძლება. ქალბატონო ნინო ეს ბალეტი ჰიპ-ჰოპის ელემენტებით იყო არაჩვეულებრივი, ძალიან კარგი, ორივე სამორით და მისი არაჩვეულებრივი მეწყვილე. ძალიან მაგრები ხართ. მე საერთოდ ძალიან მიყვარს ეს ცეკვების ესეთი სხვადასხვა სტილების შერევა, რომელიც ძალიან მოუხდა. ლიკას ბალეტი, იმიტომ რომ პროფესიონალია და სამორის ჰიპ-ჰოპი და ეს რაღაც ნაზავი გამოვიდა ძალიან ეფექტური. ძალიან კარგი ნომერია, გილოცავთ. დიდი მადლობა. ბატონო ლევან, გისმენთ. ეს ცეკვა ეს სიმღერა თავის დროზე იყო ერთ-ერთი სიმღერა, რომელმაც კიდევ ერთხელ დაარღვია ბარიერი იმ არსებულ იმ დროს რასობრივ გაუგებრობაში თუ შეიძლება ისე ითქვას და თუ იმ დროს მაიკლ ჯექსონი და პოლ მაკარტნი იყო ამის რუპორი დღეს თქვენ არა მარტო ამას ეს დააგრიეთ, არამედ ცეკვაში არსებული ყოველი პრინციპები მოირგეთ, გაათავისეთ და ისე ლამაზად მოგვაწოდეთ, რომ მე არ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება არ გამოთქვა და მინდა აქვე აღნიშნო ერთი, რომ ყოველი მაგარი ესეთ გამოთქმაა, რომ კაცის უკან დგას მაგარი ქალი, მე მინდა ლიკა გამოვყო დღეს. ბრავო ლიკას! დიდი მადლობა ბატონ ლევან. ქალბატონო ნინო გისმენთ.
ნამდვილად კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ამ წვილმა, ამ ლამაზმა წვილმა, რომ აი ერთად მუშაობენ, ერთნაირად სიძლიერით მუშაობენ და ცდილობენ, რომ მართლა მაყურებლამდე მიიყვანონ ის სიყვარული, რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. და მინდა კიდევ თქვა, რომ მე სამორის უკვე სერიოზულად უკეთებ წინადადებას, გაიმარჯვებს, არ გაიმარჯვებს, ჩემს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. სამორი, თუ გინდა, შეგიძლია მოხვიდე როგორც მოცეკვავე, თუ არ და ხმის რეჟისორად მაინც მოდი ჩემთან თეატრში. ან თუ კიდე ორივე შეასრულე. მე პირველმა შევთამაშე. ნანუკა. ნუ მე სხვა ჟიურის სხვა წევრებისგან განსხვავებით ლიკა დღეს დავინახე პირველად, იმიტომ რომ ჯექსონზე თუ ვინმე პუანტები, თქავთანია ხომ არ ვთქვი პუანტით, ხომ? პუანტით ვინმე ჯექსონზე იცეკოდა, მე ამას ვერ წარმოვიდგენდი. და ლიკა, ამიტომ მე ამ ცეკვის შემდეგ შემიძლია ჩემი აღფრთოვანება დაგიდასტურო შენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ თუ რომელიმე ცეკვა ამ გოგოს მოუხდარის დღევანდელი. მახსოვს სამორ ერთხელ ჩემთან იყო გადაცემაში და მიყვებოდა თავის ბავშვობას, როგორ გაიზარდა. ეხლა ამ ყველაფერს არ მოგიყვებით, იმიტომ რომ საათნახევარი აქ უნდა ვისხდეთ და დარწმუნებულად ყველას გეჩქარებათ, მაგრამ მინდა ორი სიტყვით რაღაც გითხრათ და ყვებოდა, როგორ გაიზარდა გურის ერთ-ერთ სოფელში, გაზარდა იმ ბებიამ. გაიზარდა ანუ პატარა საკამდე მართალი ხარ და აი იმ ბებიამ რომელიც წეღანი იყო და შემდეგ ანუ დედა და მამა იყვნენ შორს როგორ ეკონტაქტებოდა მათ რის თქმა უნდა სამორი არის ყველაზე ნათელი მაგალითი უახლეს საქართველოს ისტორიაში როგორ შეიძლება სამართლიანად შენით მიაღწიო რაღაცას აი სამორი ბალდი არის ჩემთვის ეს მაგალითი თავისითი არა არავინ არასოდეს არ ყოლია სამართლიანად მოვიდა აქამდე და მე იმედი მაქვს რომ სამართლიანად გაიმარჯვებს მადლობა ბატონო გოჩა. Alright, სამორი. ლიკა ორივე. პირველ რიგში მადლობა ღმერთს, თუ არა პირველ ნაწილში უკვე დეპრესიაში ვარდები. Hi, great song, Black or White, it's მაგარი classic და the points were excellent. ცეკვა იყო ზუსტად შენი ხასიათი, bravo, good job. Excellent. უღრმესი მადლობა. გავაცილოთ ჩვენი ვარსკვლავები და პატარა მტრედის სცენიდან. ლამაზი და საყვარელი მტრედი. ძალიან დიდი მადლობა. კახა რა სიტყვი, მე მგონი ჯექსონი იამაყებდა ხო სამორით? ბედნიერია დარწმუნებული ვარ იქ სადაც არის. არის. ბედნიერი იქ სადაც არის. შესანიშნავი ცეკვა იყო, შესანიშნავი შეფასება იყო და ჩვენ რა თქმა უნდა მოუთმელად ველოდებით ჩვენს ვარსკვლავებს და დავხვდებით შესაბამისად. ხო მართალია? აი ესეთი მხურვალი აპლოდისმენტები და ისინიც გამოჩნდნენ. სამორი და ლიკა 12:06 ყველას შეგახსენებთ მათ SMS ნომერს. ახლა კი ჟიურის ვთხოვ შეაფასოს ჩვენი მართლაც რომ ვარსკვლავური წყვილი. ნინო სუხიშვილი 10 ლევან უჩანაიშვილი 10 ნინო ანანიაშვილი 10 ნანუკა ჯორჯოლიანი ხო მიცით რომ 10 გოჩა ჩერტკოევი 50 კულა გავამხნევოთ ჩვენი კონკურსანტები მათ კიდევ ერთხელ შეძლეს 50 კულის აღება გილოცავთ გუგლით სულით სამუ რა გადაწყვეტ სტუდიაში წახვალ მოცეკვავეთ თუ როგორც ხმის რეჟისორი მეორე ვარიანტი უფრო რეალურია ხმის რეჟისორი ხო დიახ ძალიან ბევრი კიდე სხვა ნიჭი აქვს და დარწმუნებული ვარ კიდევ გააოცებს ხალხს ამით მე მგონი შენ დროა დაუბრუნდე ბალეტს ხო ნამდვილად მშვენიერ ფორმაში იმყოფება ლიკა კიდევ ერთხელ მინდა მას უთხრა მადლობა ასეთი შესანიშნავი პარტნიორობისთვის რა ვიცი მე მგონი ლიკა შეგიძლია სამურზე 2-20 სიტყვით გველაპარა რა უნდა ვთქვა აი მართლა მეტი მე მგონი რომ ძალიან კარგი ბიჭი ჩანს ყველაფერი როგორიც არის სამორი და იმიტომ დაიმსახურა ასეთი დიდი სიყვარული ხალხისგან რომ არის ესეთი ჩვენიერი და არაჩვეულებრივი ადამიანი მოცეკვავე და ყველაფერი კიდევ ბევრი სხვა რამ სამურ მე შემიძლია დაგითმო 2 წამი იმისთვის რომ შენ მაყურებელს მიესალმო ძალიან დიდი მადლობა ყველას სცენაზე როდესაც გამოვდივართ ადრე მე მსმენია რადგან სცენაზე არ გამოსულა რაკამდე ასეთი დიდი აუდიტორიის წინაშე რომ მაყურებლისგან მოდის უზარმაზარი ენერგია რომლითაც პირდაპირ ამ სიტყვის გაგებით იკველები და ნამდვილად ვიგრძენი ეს ყველაფერი ვიგრძენი ამ შოუს განმავლობაში და ეს ძალიან მაგრად გეხმარება და შოუს დამთავრების შემდეგაც დარწმუნებული ვარ ძალიან დიდი ხანი გაგვყვება რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ის ძალიან კარგი დარწმუნებული ვარ მაყურებლის სიყვარული თქვენ უკვე განაყრდით დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ მე ნამდვილად აღარ მოგთხოვთ მესამე ცეკვას და შემდეგ კონკურსანტებს მოვამზადებთ თქვენთან შესახვედრად. თქვენ კი აუცილებლად ხურვალი აპლოდისმენტებით უნდა შეეგებოთ მათ. შემდეგი კონკურსანტები. მასალზე დიკო და გიგი. ეს 12:07.
რაღაც მაჩუკა, ესე თქო რომ გონია რომ კონკურენტები ვართ ერთმანეთს. შოკოლადებს მაჭმევს ხოლმე და გუშინი იმდენი მაჭამა რომ ცუდად ვიყავი და ეჭვი მაქვს იმიტომ რომ რეპეტიცია კარგად ვერ გამელო, არა ხუმრობ რა საკვირველი. მეორე ცეკვა მიწევს დისკო. არც მიცეკვია არასდროს დისკო, არასდროს. დისკო არის ცეკვა? რო გითხრათ რომ ძალიან რთულია. არა, მაგრამ ხალისიანია და რაც თავარია დისკოში ის ხასიათი უნდა მოიტანო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქამდე მოვაღწია და ძალიან მიხარია და ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავით. კომბინაციას მივახო და უფრო ნერვიულობ, რა საკვირველია. თუ შევხედავთ ახლა Facebook-ს და იმას და ხალხის თუნდაც სტაჟს იქ სადაც ვიყავით ამ რუსთავის თეატრში არავის არ ქონდა ისეთ სტაჟი, არც მე, არც საომეს, არც თორნიკეს, როგორიც სამოს ქონდა. ფინალში თუ გახვედი კიდე 3 ცეკვა უნდა იცეკო და უკვე დავფიქრდი მიღირს თუ არა ეს ყველაფერი რეალურად. მინდა ბინა ბათუმში. არაფერი აღარ მინდა. თიკო სადუნიშვილი და გიგი გაჩეჩილაძე. დისკო. აპლოდისმენტები ხურვალე! აღარ ჩვენ ჟიურის მოусმინეთ. ქალბატონო ნინო, ისე თქვენი ოქროს სიტყვები გისმენთ. ეს ცეკვა სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანია არც მინახია დისკო, რომ ვინმე ცეკვას, მაინც სხვა ეპოქაა და ძალიან კარგად შეასრულეს. ნამდვილად ორივესთვის არ ვიცი, თიკოსთვის უფრო ახლობელი იყო, გიგი ყოჩახ, მაინც შენ თქვი რომ შენთვის სიახლეა და მუშაობა გეტყობათ. მე მომწონს თქვენი წყვილი, ნამდვილად ძალიან აი მთელი იმის ტურის განმავლობაში რამოდენიმე უკვე შეცეკვდით ერთად, რომ ნამდვილად უკვე შეგიძლიათ წყვილათაც იმუშაოთ, ორივე ძალიან ყოჩაღები ხართ. მადლობთ ბატონ ლევან, გისმენთ. ამ ცეკვის შემდეგ ნამდვილად ბევრი მამაკაცი ინატრებდა თქვენთან ერთად დასვენებას.
თუ სიმღერის ტექსტს გავითვალისწინებ. იყო ალბათ ის ნოსტალგიური მომენტი მქონდა მეც, გიყურებდი, ვტკბებოდი. თქვენმა ხასიათმა გახსნა ამ ცეკვის არსიას, რო დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ქალბატონო ნინო. ალბათ ჩვენი ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისთვის ცოტა უცნაურია დღევანდელი ტურის ესეთი ცეკვების ნახვა, მაგრამ ჩვენ რაღაც სიამოვნებას ვიღებ, გვახსენდება ძველი დრო და მე ვთვლი რომ რაღაც ძალიან იუმორით იყო გაკეთებული, მაგრამ მე მაინც რაღაცა თიკოსთვის დამაკლდა, მართლა დამაკლდა. უფრო მინდა რომ თიკო ეფექტურად გამოიყურებოდეს, როგორც გამოიყურებოდა წინა ტურში. დიდი მადლობა. ნანუკა საერთოდ მე მაინც მგონია რომ ჩვენ ამაზე ბევრად ძლიერი ტურები გვინახავს. ეხა კი ბევრად ძლიერები ყოფილა მოცეკვავეები და თვითონ ტურიც ბევრად ძლიერი ყოფილა, მაგრამ მოდი ეს იქით იყოს. ვიდრე კითხვას დავსვავ. მე მაინტერესებს ესეთ რაღაც, ვინც პირველ ადგილზე გადის, აქვს ბინა მაგნოლიაში და ვინც მეორეზე გადის? არ არსებობს. სტუმრობს. არა, მართლა თუ ხუმრობთ? ბილაინისგან აქვს საჩუქარი წავა ამსტერდამში და დაათვალიერებს ბილაინის ოფისს, ასე ვთქვათ. ბილაინის ოფისის ნახვა თუ არ უნდა ამსტერდამში? ამსტერდამში წავა. რა შერჩება მას? ამსტერდამი მეორე ადგილზე გასულს? ამსტერდამი. კარგით, მადლობთ ინფორმაციისთვის მეორე ადგილზე გასულს, რაც შეეხება ამას. გიგი ძალიან გიხდება და არ მოიხსნა. იცი როგორ გიხდება? საოცრად. მე მინდა გითხრათ რომ განწყობა შექმენით აშკარად, ესეთი ამის შემდეგ უნდა ვთქვა რომ მე ძალიან მიხარია რომ პროგრესს განიცდით და აშკარად შეინიშნება თქვენს ცეკვაში წინსვლა. ძალიან დიდი მადლობა. ბატონო გოჩა. გისმენთ. Well, თიკო გიგი. პირველ რიგში მინდა აღნიშნო რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი წყვილი რომელიც მიყვება წესებს, მე რატომღაც მიყვარს კანონი. ამიტომ ეს იყო დისკო, ნამდვილი დისკო. სამორიდელიკა ძალიან მომეწონა, ძლიერი ნომერი იყო, მაგრამ მაგი უფრო ჰიპ-ჰოპ იყო. როგორც შესრულება, უფრო ძლიერი იყო თქვენზე სამწუხაროდ თქვენთვის, მაგრამ დიდი მადლობა რომ ცეკვავთ იმას, რასაც წერენ აქ და ქვია. I like the flow, ყველაფერი 70s groove. მაგარი, ოდნავ უფრო მეტი ენერგია შენსგან თიკო. ბევრად, yes, უფრო მეტი შედი. უღმერთი მადლობა ბატონო გოჩა. უღმერთი. აი ეს ზუსტად. გოჩა. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, მოდი გავაცილოთ. ხურვალი აპლოდისმენტები. მე კი მაყურებელს შევახსენებ, რომ აიღეთ თქვენი მობილური ტელეფონები და დაუმესიჯეთ თქვენს რჩეულს. ეხლა კახა შერია. კახა. ისევე როგორც დარბაზით ჩვენს შესანიშნავ განწყობაზე დავდექით, ჩვენი კონკურსანტები გვიბრუნდებიან, აი ისინიც ხურვალი აპლოდისმენტებით შევეგებოთ. მეც ტაჟს დაუკრავ, იმიტომ რომ ძალიან ცოტანი ვარ. ყველამ ერთად დაუკრათ. ახლა კი ჟიურის შეფასება ტაშის თანხლებით თუ შეიძლება. ნინო სუხიშვილი. 10. ლევან ოჩანაიშვილი. 10. ნინო ანანიაშვილი. 10. ნანუკა ჯორჯოლიანი. გოჩა ჩერტკოევი. 10. 10. 50 კულა, მოკლედ. დღეს რაღაც რატომღაც ჟიური შეფასება და რატომ სათანადოდ არ იყავი მომზადებული თუ რატომ გეგონა რომ დაბლ კულებს მიიღები? ჩვენ მეტი შეგვიძლია რასაკვირველია, მაგრამ დისკო ეს არის ესეთი მარტივი მოძრაობა. იგი ძალიან გიხდება. შექმნა რაღაც განწყობა და თუ გამოგვივიდა ძალიან გვიხარია. დიდი მადლობა ჟიურის, არ ველოდით 50. იგი შერასახე. თმები გაისწორდა. უდიდესი მადლობა ჟიურის მაყურებელს რომელიც გმესჯებს, დიდი მადლობა თიკოს. აი, უდიდესი მადლობა, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან კარგი წვლილია და მასთან ერთად მუშაობა ძალიან მიხარია. დიდი მადლობა სალომეს. აიცა, დიდი მადლობა სალომეს, ოთოს, ლევანის, ჯულიანოს, ვინც ზის ახლა მაყურებელში გიყურებენ, ძალიან დიდი მადლობა მათ. როდიშიც ის. ანუ იმ ადამიანებსაც. მე ძალიან მწყინს რომ აქ მცირდებით და აპლოდისმენტებიც ნაკლებია ხოლმე და ვერ ვამხნევით, მაგრამ ვისი ძალაც გვაქვს, ამას ვაკეთებ. როგორ მახსოვს ის დრო, როდესაც ამ სკამებს არაჩვეულებრივი და წყინვალი ადამიანები ამშვენებდნენ. რა არის ცხოვრება? კარგი, თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ.
აღარ შეგაწუხებთ, მეც გპირდებით, ვიცდებ. მე კი რა თქმა უნდა და რაღა თქმა უნდა, თქვენთან შესახვედრად შემდეგ ვარსკვლავურ წყვილს მომამზადებ. მაყურებლებო, თქვენ კი შეგიძლიათ აიღოთ მობილური ტელეფონები და მათ დაუმესიჯოთ. ლელა და თორნიკე SMS ნომრით 1209. ცოტა ისეთ რთულ თემას ესე ვთქვათ და მომღერალს და მუსიკას ასე ვთქვათ შევეხეთ, ცოტათი ნერვიულობ ამაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ისეთი იქნება ძალიან. სპეციალურად საერთოდ ჯექსონის ვისაც ახსოვს, რა თქმა უნდა მისი მოძრაობები იყო ძალიან რთული და ვფიქრობ, რომ ჯექსონი უფრო რთული საცეკვი არის. ჯექსონის უკანსვლელო ბავშვობიდან ვარჯიშობდი რა გამომდიოდა და ვცდილობდი რომ მიმებაწვე ჯექსონისთვის და მე მგონი გამომდის კიდეც. ოცნოციანების მუსიკა პრინციპში დღესაც საკმაოდ აქტუალურია, იმიტომ რომ ლამაზია, გემონებიანია და რა თქმა უნდა ამ ყველაფერმა დროს გაუძლო, იმიტომ რომ კარგია და ხარისხიანია. ქართულს არ ვერთხილავთ, ეს იქნება ჯექსონისებური, მიმსგავსებული, რა თქმა უნდა, რამოდენიმე მოძრაობა იქნება, თუმცა ანუ ეს მთლიანად ჯექსონის ცეკვა არ იქნება. მე მყავს უკვე ძლიერი კონკურენტები, ადამიანები, რომლებიც არაჩვეულებრივად ცეკვავენ. რა თქმა უნდა, მათთან შეკიდება ბევრად უფრო საინტერესოა. მემზადებით შემდეგი ტურისთვის. მოიცადე ხელი გაუში. 9 მაისს. ძალიან მოწყენილობა. დავჭით ორი კენკილაბოში. მე მინდა რომ გავიმარჯვოდეს. რამდენად გამობივა და როგორ გამოვა არ ვიცი. ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ის არის, რომ ჩვენ ღირსეულად ვიარეთ აქამდე და ჩვენ მოვხვდით სამეულში. აი ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ხალხს მოწონდა ის, რასაც მე ვაკეთებ. ლელა წურწუმია და თორნიკე წერეთელი. დისკო. It's got a lot of power. It makes me feel like it makes me feel like არ დაგავიწყდეთ რომ დაუმესიჯოთ მათ. ახლა კი ჩვენ ძვირფას ჟიურის მოუწევთ. გაბატონო ნინო. როგორც ყოველთვის. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ უკვე ძალიან დიდი მიღწევა ამ წყვილისთვის, რომ სამეულში შევიდნენ და ნამდვილად ეს ჩანს შრომა, რომელიც მათ გაწიეს. რაც შეეხება ამ ნომერს, მე ძალიან მეშინია, რომ ჩემო ცეკვავებს ჩვევაში არ გადაუვიდეთ ჯექსონზე ცეკვა.
ოჩაღები ხართ, ნამდვილად საინტერესო დადგმული ნომერი იყო და არ ვიცი თავარია რომ თვითონ ყველა ნომერში კონკრეტულად ლელა ისე ზრუნავს თავის კოსტუმზე, ისე რაღაც იმხელა რაღაც სერიოზულობით უდგება. არა, ნამდვილად ამაში ძალიან დიდი წვლილია ლელასი ვგრძნობ, რომ ნამდვილად ძალიან ზრუნავს და უხდება ნამდვილად დღეს ეს ქუდიც და დიდი მადლობა. ბატონო ლევან. ბატონო ლევან გისმენთ? უბრალოდ მე მინდა ლელას როგორც ქართული ესტრადის ვარსკვლავს უთხრა მადლობა რომ ესეთი სახით თითქოს და თაყვანისცა სოფლიო ვარსკვლავს მაიკლ ჯექსონის ხსოვნას ეს იყო ჩემთვის ორმაგად სასიხარულო რამდენი შრომა აქ ჩადებული დავინახეთ და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ის რომ ამ თანავარსკვლავეთში ის გამორჩეული ვარსკვლავია მურიცხი რა მადლობა, ქალბატონო ნინო. ნამდვილად ძალიან უხდებოდათ დღეს ეს შესრულება, მეც მომეწოდა ნომერი, მაგრამ მე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ დღეს ჩემი ბოლო დღეა, ფინალში არ ვიქნები, ჩემ და გულისატკით, მაგრამ მივემგზავრები, ვერაფრით ვერ გადავდე ბოლო დღე. მინდა გისურვოთ ყველას დიდი წარმატება. მე ვთვლი რომ მართლა მნიშვნელობა აღარ აქვს უკვე ვინ დარჩება, ვინ არ დარჩება, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგად აჩვენა ყველა მონაწილემ თავისი თავი და სამი ბოლო წყვილი და მინდა მაგნოლიას, რომელიც ჩვენ სპონსორს შევთავაზო. პირველი ადგილი 6 ოთახიანი ბინა, მეორე ადგილი 2 ოთახიანი ბინა და მესამე ადგილი 1 ოთახიანი ბინა ბოლოს დავრჩა. იქო პატარა ეზოში გარაჟი. მე მგონი ყველამ დაისახურა. პატარა და ჩვენ წავიდეთ ამსტერდამში. და აგრეთვე მინდა რახან მე აღარ ვიქნები. შემდეგ ტურში თქვენ ჟიური ჩემი პატარა პრემია იქნება, რომელსაც თქვენ ალბათ მერე გადასცემთ იმ ფავორიტ მონაწილეს, რომელსაც მე ამოვირჩევ ბოლოში. აუცილებლად. დიდი სიამოვნებით. ნანუკა? მაგნოლიას და ვინც აშენა ეს კომპანია რა შემახსენეთ, დამფუძნებელს ინფარქტი აქვს. დექსუსი. და როგორი შეთავაზება მიიღო თან ვისგან, ძალიან მაგარი იყო. მაგრად მოიტანეთ განწყობა და მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მაგარი ნომერი დღეს აქ, რომელიც მე ვნახე. ბატონო გოჩა. ლელა. კოდიში. მომისმინე. თორნიკე იგივე. როგორც ნომერი, სანამ ნომერზე რამე სამეს ვიტყვი, რატომღაც ესეთი აზრი იქნება აქ, რომ უკვე ვიცით ვინ მოიგო. არავინ არ იცის ვინ მოიგო ეს კონკურსი ჯერ. რატომღაც არ მსიამოვნებს ეგ, ეს გულახდილად ვიძახი. რაც შეეხება ნომერს, დღეს არ მომწონ შენი დადგმები, შენ ნიჭიერი გოგონა ხარ ლელა, უფრო ძლიერად გიცეკვია. დადგმა. ეს ქორეოგრაფებს ერთში მე არ ვიცი ვის ვერჩი მე უყურებ ნომერს, ყველაფერი ითვლება, ჩვენ ვლაპარაკობთ ფინალზე, ამიტომ არავინ არ უნდა ნუსმენ ხალხს რაც იცი, მიუხედავად იმისა, რაც დაგიწერთ, ვინ ეს ხალხმა უნდა გადაწყვეტოს, ამიტომ ხოჩა. მადლობა, გავაცილოთ ჩვენი კონკურსანტები. 12:09. ხურვანი აპლოდისმენტებით გავაცილოთ ისინი, თუ შეიძლება. უფრო მხურვალედაც შეიძლება. რა თქმა უნდა, კახა. რუსკა? კახა. გაბუ? კახა. მოუთმენლად ველით, რა თქმა უნდა, ჩვენს კონკურსანტებს და ისინიც თორნიკე და ლელა. ხურვალი აპლოდისმენტები, თუ შეიძლება. მე მიკროფონს ჩამოვწევ თქვენთან. აი ესე ამხნევებენ კონკურსანტები ერთმანეთს. ახლა კი ჟიური შეფასების დრო დადგა. ნინო სუხიშვილი. 9. ლევან უჩანეიშვილი. 10. ნინო ანანიაშვილი. 10. ნანუკა ჟორჟოლიანი. 10. გოჩა ჩერტკოევი. 9. 48 ქულა გავამხნევოთ კონკურსანტები. ძალიან კარგი. ლელა, 2-20 სიტყვით, თუ გინდა 3 სიტყვით, თუ გინდა რამდენი გინდა, იმდენი შეგიძლია ელაპარაკო, კი? კარგი, რომ მაქვს იმის საშუალება, რომ ცოტა დრო დამითმო, იმიტომ რომ
ჩვენ არ ვიცით რეალობაში დავტოვებთ ამ კონკურსს, ვიქნებით, პრინციპში ამას ნამდვილად მართალი გულწრფელად გეუბნები, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენ მართლაც რომ ღირსეულად ვიარეთ და მე ძალიან მეამაყება, რომ მე გავიცანი ეს არაჩვეულებრივი ადამიანი, თორნიკე წერეთელი, უნიჭიერესი. და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მთელ შემოქმედებით ჯგუფს, ჩემს რუს ამორჩილაძეს, ნოეს, ნინის, თაკოს, ჩვენს დიზაინერებს და განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ალიონას და ძიმას და ჩვენ კიაშას. Спасибо вам огромное, ребята. ძალიან დიდი სამუშაო გაწიეს ამ ადამიანებმა ჩვენთვის და მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო. თქვენც არანაკლები სამუშაო გასწიეთ. კი, ნამდვილად თავი ნამდვილად არ დაგვიზოგავს და დიდი მადლობა ჩვენს ერთგულ მაყურებელს, ჩვენს გულშემატკივრებს, ვინც აგზავნიდა სისტემატიურად SMS-ებს, ჩვენ ვიცით, ყველა ფეხის ნაბიჯზე გძნობდით ამას. უღრმესი მადლობა, ამითი არ იწყება და ამითი არ მთავრდება ბოლოდ. ეს კონკურსია, ლამაზი სანახაობა, ძალიან პოზიტიურია და დიდი მადლობა ჩვენი ჟიურის წევრებს, არაჩვეულებრივ ადამიანებს და ძალიან მიყვარხარ თორნიკე და ჩემთვის ბედნიერება რომ შენ აი ესე უყვართ საქართველოში. თორნიკე, ლელა იმდენად კარგად ჩამოაყალიბა ყველაფერი, შენ ერთადერთი შეგიძლია შენი SMS ნომერი გამოაცხადო. 12:08 რა. და ერთი წუთით რა და არ შეიძლება სულ მოვიწყდება ხოლმე. მამულით შენ გენაცვალე, ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა. სიყვარულის დღეა, მე მგონი დღეს. კარგი, თქვენ შეგიძლიათ დაისვენოთ. დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, იმისთვის რომ ესეთი არაჩვეულებრივი ნომერი გვაჩვენეთ. თქვენ ყველას ერთად ეხლა შეგვიძლია დავისვენოთ და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ყველაზე რთულ ეტაპზე, რომელიც წინელით ჩვენს ვარსკვლავურ წყვილებს. რუსკა კაბუ. და სანამ რეკლამაზე გავალთ, მოდით ნახოთ ჟიურის მიერ შეფასებული 2 ცეკვის ქულები. სამორი და ლიკა 99 ქულა. თიკო და გიგი 98 ქულა. ლელა და თორნიკე 93 ქულა. ეს არის ჟიურის მიერ შეფასებული ქულები და თქვენზე ახლა დამოკიდებული გადაარჩენ თუ არა თქვენს ფავორიტებს ტელემაყურებლებო. ახლა კი დროა გადავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის შემდეგ ძალიან დაძაბული და რთული ბლოკი დაიწყება, ასე ვთქვათ, გაირკვევა ვინ გადავიდა და ვინ იცეკვებს ფინალში. დროებით. I guess if you say so, I'll have to pack my things and go. That's right, hit the road, Jack. And don't you come back no more, no more, no more, no more. Hit the road, Jack. And don't you come back no more. What you say? Twist again, like we did last summer. Come on, let's twist again, like we did last year. Twist, yo!
დღეს თქვენ 3 წვილის ორ-ორი გამოსვლა ნახეთ. და ახლა დადგა დრო შოუს ყველაზე დაძაბულ დრამატულ ნაწილზე გადავიდეთ და ფინალისტების ვინაობა გავიგოთ. თქვენ კი ძვირფასო ტელემაყურებლებო, თუ გსურთ რომ ფინალში თქვენი ფავორიტები მოხვდნენ, აუცილებლად დაუმესიჯეთ მეტი და მეტი SMS-ი. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე წუთი გაქვს. მანამდე კი სცენას ვუთმობთ ჩვენი შოუს ყოფილ მონაწილეს, ჩვენს მეგობარს, პროფესიონალ მოცეკვავეც გიორგი ბარბაკაძეს და შოუ ბალეტ LMB-ს ელენა ბარსაკოვას ხელმძღვანელობით. ხოთ მივესალმოთ. აპლოდისმენტები. Permission, did I mention? Don't pay him any attention. Cause you had your turn, and now you're gonna learn what it really feels like to miss me. Bravo! 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 დიდი მადლობა გიორგი ბარბაკაძეს და შოუ ბალეტ LMB-ს. რა სწრაფად გადის დრო? აბა. რაც იმას ნიშნავს, რომ SMS-ების გამოსაგზავნად მხოლოდ 10 წამი დარჩა. და დაიწყო ყველაზე დაძაბული 10 წამი. 10 9 8 7 6 5 4 3 2 1 ხმის მიცემა შეწყვეტილია. მას ასე შოუში ცეკვავენ ვარსკვლავები, ფინალში იცეკვებენ. შესაბამისად, დარჩენილი ორი წვილი არის აუთსაიდერი. დღევანდელი ტურის შესაბამისად, მობრძანდეთ ჩვენთან. აუთსაიდერებო, ხოლმე გამოგზავნით ლელა თორნიკე. უკვე მეოთხე თქო მე მგონი. სამწუხაროა, მაგრამ რაც უძახ. ხო, და სანამ დღევანდელი ტურის საბოლოო შედეგებს გავიგებ, მინდა გაცნობოთ, რომ
წყვილისთვის, რომელიც სამწუხაროდ კონკურსს დაატოვებს, დღეს კომპანია Beeline-მა წამახალისებელი პრიზები დააწესა. ქალბატონებისთვის უნიკალური ქსელში ჩართული ტელეფონი, ხოლო მამაკაცებისთვის კი Android-ის ტიპის ასევე ქსელში ჩართული მობილური ტელეფონი. კოსმეტიკური კომპანია Avon-ი მათ სპეციალურ სასაჩუქრ ნაკრებს გადასცემს. სცენაზე ვთხოვთ Avon-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს გუჩი თავხელიძეს. ასევე ესთეტიკური მედიცინის ცენტრი Lotus-ი გასაჩუქრებთ ერთვიანი ფიტნეს მომსახურების პაკეტით. ამდენი შრომის და დაღილობის შემდეგ ნატალის დღის სპა ჯერმენ დე კაპუჩინიმ გადაწყვიტა ყველაზე სასურველი საჩუქარი გაეკეთებინა და გადასცემს სარელაქსაციო სპა კომპლექსურ მომსახურებას, რომელიც უდრის 10 დღიან დასვენებას კურორტზე. აპლოდისმენტები. მაშ ასე და მე ძალიან ნერვიულობ. დაველოდოთ შედეგებს. ბოლო წუთი. ანამ გავიგეთ შემდეგ თუმცა გადაწყვეტა ვინაობას. თუ გნებავ, შეგიძლიათ მაყურებლებს მიმართოთ. თუ გნებავ. არა. მაშასე სამორთან და ლიკასთან ერთად ფინალურ ტურში იცეკვებენ გილოცავთ, ძალიან ნიჭიერებო, გილოცავთ. ეს ძალიან კარგი ამბავია რა, ზუსტად. აბარა, რა თქმა უნდა. ერთის ხრივ ძალიან ცუდი. უკაცრავად. ჩვენ კი 4 შაბათამდე. მე მგონი ლელას უნდა მაყურებ. ლელას უნდა რომ რაღაც გვითხრას, ლელა გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას. მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლოგიკურია ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ არაჩვეულებრივად ცეკვავს სამორი თავის არაჩვეულებრივ ლიკასთან ერთად, არაჩვეულებრივი მოცეკვავია თიკო და გიგი. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან სწორად იყო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ აქამდე მოვედით მართლაც და ჩემს თორნიკეს უგმესი მადლობა. აპლოდისმენტები. ძალიან მიხარხართ. ჩვენ თავი არ დავზოგეთ თქვენთვის. მადლობთ კიდევ ერთხელ. ალბათ ნინოს უნდა რაღაცა თქვა თუ შეიძლება ვათქვენ. ნახა მე დღეს ბოლო დღე ვარ. როგორც ჟიური. მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ. მთელ კოლექტივს, ვინც ეს პროექტი გააკეთა. ყველა ადამიანს, ვინც თქვენ ხედავთ და დღეს მუშაობს. და მინდა რომ საერთოდ ეს პროექტი იყოს ძალიან პოზიტიური. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვებს, ვინ არ გაიმარჯვებს ბოლოს და ბოლოს. ფეხბურთში ხან იგებენ, ხან არ აგებენ და არაფერი ხო რა მოხდა. ამიტომ ყველა ამ ადამიანმა, ვინც ამდენი იშრომა, ამდენი თვის განმავლობაში, რამდენი თვე, მეორე თვეა, ხო? აი ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მართლა ყველანი ყოჩაღები ხართ და ყველას პატივს გცემთ. გოგოებო, ბიჭებო, ვინც მიიღეთ მონაწილეობა, ნიშნულობა არ აქვს და მინდა რომ მთელი სეზონი, შემდეგი სეზონი ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჩემს სპექტაკლებზე თუ სხვა სპექტაკლებზე უფასო დასწრება გაქვთ. დიდი მადლობა. აპლოდისმენტები! ხუხარე! ეს საოცარი საჩუქარია. დიდი მადლობა.
ძალიან დიდი მადლობა ლელას და თორნიკეს, რომ იყავით ჩვენთან ერთად. გეტყვით იმას, რომ მომავალ 4 შაბათს თქვენ გელოდებათ საოცარი სანახაობა. სამორი ლიგა, თიკო და გიგი. მანამდე კი თავდაცვითავა სცენაზე. ჩვენ კი 4 შაბათამდე გემშვიდობებით. დროებით. მომავალ 4 შაბათამდე. დროებით. I'm in heaven, and my heart beats so that I can hardly speak, and I seem to find the happiness I see when we are together dancing cheek to cheek. Heaven, I'm in heaven, and the cares that hang around me through the week seem to vanish like a gambler's lucky streak when we're out together dancing cheek to cheek. Oh, I love to climb a mountain and to reach the highest peak, but it doesn't thrill me half as much as dancing cheek to cheek. Oh, I love to go out fishing in a river or a creek, but I don't enjoy it half as much as dancing cheek to cheek. Dance with me, I want my arm about you, the charm about you will carry me through to heaven. I'm in heaven, and my heart beats so that I can hardly speak, and I seem to find the happiness I see when we're out together dancing cheek to cheek. Doesn't thrill me half as much as dancing cheek to cheek. Oh, I love to go out fishing in a river or a creek, but I don't enjoy it half as much as dancing cheek to cheek. Dance with me.